როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს? ბავშვთა სტომატოლოგს უნდა მივმართოთ პირველი კბილის ამოჭრის შემდეგ. რატომ ასე ადრე? რადგან გვაქვს პირველი კბილი, ესე იგი არსებობს კარიესის გაჩენის საფრთხეც. სტომატოლოგი ზუსტად გირჩევთ, როგორ უნდა მოუვაროთ კბილებს სწორედ. მოგცემთ მითითებებს მავნე ჩვევებთან დაკავშირებით, ისეთი როგორიც არის თითის სწოლა, მაწოვარას ხანგრძლივი გამოყენება, ასევე გექნებათ რეკომენდაცია სწორ კვებასთან დაკავშირებით. გახსოვდეთ, რომ იყოთ ყურადღებიანი და აქტიური მშობელი დღეს ნიშნავს დაეხმაროთ თქვენ პატარას კონდეს ჯანმრთელი ღიმილი მომავალში. როგორ მოვამზადოთ ბავშვის სტომატოლოგთან ვიზიტისთვის? კლინიკაში ვიზიტზე ისაუბრეთ ისე, როგორც სასარგებლო და საინტერესო მოგზაურობამდე. გახსოვდეთ, რომ ბავშვზე მარტივად გადადის თქვენი შიში და ნერვიულობა. გამოიყენებთ ბავშვთან თანდასწრებით ისეთ სიტყვებს, როგორიც არის, გეშინია, არ გეტკინება, მოითმინე. ამის ნაცვლად უთხარით, რომ დაგითვალიერებენ და დაგითვლიან კბილებს. შეგიძლიათ ეს სცენა სახლშიც გაითამაშოთ. არ არის აუცილებელი მშობლებმა საკუთარი ნეგატიური გამოცდილებების სტომატოლოგთან ბავშვთან თანდასწრებით მოყვნენ. შემოგთავაზებთ 5 სასარგებლო და გამოცდილ რჩევას. პირველი, სასურველია სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი დაემთხოს პროფილაქტიკურ მომართვას და არ იყოს დაკავშირებული ტკივილთან. ამ დროს პაციენტსა და ექიმს შორის ყალიბდება მეტი ნდობა და მეგობრული ურთიერთობა. ვიზიტისთვის შეარჩიეთ დღის პირველი ნახევარი. ეცადეთ, რომ არ დაემთხოს ვიზიტი ბავშვის ძილის დროს და რა თქმა უნდა, პაციენტი არ უნდა იყოს მშიერი. თუ თქვენ ატყობთ, რომ თქვენი პატარა მოწყენილია, ნერვიულობს, მიანიშნეთ სტომატოლოგს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სტომატოლოგი და მშობელი ერთ გუნდში ხართ. ტკბილეული მართლაც ასე მავნეა კბილებისთვის? ეს სიმართლეა. შაქრის და ნახშირწყლების ხშირი გამოყენება მავნეა. ამ დროს პირისგრუსში იწევს მჟავიანობა, რომელიც უარყოფითად აისახება კბილების მინანქარზე. თუ თქვენი პატარა მიიღებს ტკბილეულს ჭარბად, ისეთი როგორიც არის ორცხობილო და საწუწნი კანფეტი, ეცადეთ გამოავლოთ პირისგრუსში წყალი, ან გაუსუფთავოთ კბილები. ძილის წინ არ შეიძლება როგორც ტკბილეულის, ასევე დამტკბარი სითხეების მაწოვარათი მიღება. როდის ამოდის სარძევე კბილები? სარძევე კბილი ამოიჭრება 6 თვიდან 1 წლამდე ასაკში. კბილების ამოსვლის პროცესი ინდივიდუალურია. ბევრი ბავშვთვის შეიძლება ეს მტკივნეულიც აღმოჩნდეს. ბავშვების უმრავლესობას 3 წლის ასაკში აქვს 20 სარძევე კბილი. რატომ არის სარძევე კბილები მნიშვნელოვანი? სარძევე კბილები მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისთვის და დაგანვითარებისთვის. ისინი ეხმარებიან პატარას ღეჭვაში და საუბარში. უზრუნველყოფენ მათ თავდაჯერებულ და მომხიბლელ ღიმილს. სარძევე კბილები უნარჩუნებენ ადგილს მუდმივ კბილს. სარძევე კბილის ნაადრევად ამოღების შემთხვევაში იკარგება სივრცე მუდმივი კბილებისთვის, რაც შემდგომში თანკბილის ანომალიების გამოწვევის მიზეზი ხდება. რეკომენდაციები: როგორ მოუვაროთ ბავშვის სარძევე კბილებს? 3 წლამდე ასაკის ბავშვს კბილების გამოხეხვაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი. 3 წლის ზევით, თუ თქვენი პატარა ამას დამოუკიდებლად ახერხებს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. იყენებს თუ არა თანადო რაოდენობით კბილის პასტას. აუცილებლად გააფრთხილეთ, რომ არ შეიძლება კბილის პასტის გადაყლაპვა. დაიმახსოვრეთ, კბილების გამოხეხვა აუცილებელია დღეში 2 ჯერ, დილას და საღამოს. არ დაგავიწყოთ ჯაგრისის რეგულარული გამოცვლა. როგორი უნდა იყოს კბილის პასტა ბავშვებისთვის? ბავშვებისთვის კბილის პასტა უნდა იყოს ასაკობრივად შერჩეული. ის უნდა წმენდეს კბილებს ფაქიზად, მაგრამ ხარისხიანად. კბილის პასტა უნდა იყოს უსაფრთხო. ბავშვების უმრავლესობა ვერ ახერხებს პირისგრუსში წყლის ხარისხიანად გამოვლებას. შესაბამისად, ტუბის 30% უბრალოდ იყლაპება. ყურადღება მიაქციეთ კბილის პასტის რაოდენობას. 3 წლამდე ბავშვის კბილის პასტის რაოდენობა უნდა იყოს ბარდის მარცვლის ნახევარი, ხოლო 3 წლის ზევით ბარდის მარცვლის ოდენა.